ყველაზე ნაზი და სათუთი, რაც ადამიანმა შექმნა, არის მატარებელი. წერდა რედიალდ კიპლინგი. არ ვიცი, რამდენად ნაზია და სათუთი მატარებელი, მაგრამ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთი ისტორია მაინც არ ახსენდებოდეს მატარებელთან. მატარებელი საქართველოში შემოვიდა თუ არა იმ წუთში გახდა რაღაცა ხელოვნების მთავარი მუზა. და გალაქტიონით დაწყებული ფიროსმანით დამთავრებული, რომლებიც ასევე მუშაობდნენ საქართველოს რკინიგზაში, წერდნენ და ხატავდნენ მატარებელზე. მაგალითად, ნიკო ნიკოლაძე თვლიდა და ასეც იყო, რომ მატარებელს უნდა შემოყოლოდა ცივილიზაცია და საქართველოში რკინიგზის დაგებით მან არა მარტო ორი კონტინენტი დააერთიანა ერთმანეთთან, არამედ უფრო რაღაც მნიშვნელოვან პროცესებს ჩაუყარა საქართველოში, რომლითაც საქართველო ევროპასთან დაახლოვა. პაპა ციციკორეს კი ამბობდა, რომ მატარებლის შემოყვანასო ვაზისა, პურის და მტევნის დაბინძურება და უნამუსობის ჩამოვარდნა მოყვებაო. არ ვიცი, შეიძლება ამაშიც იყოს რაღაცა სიმართლის ნიშანწყალი, თუმცა რკინიგზა ყველაზე უფრო ისეთი ეგზოტიკური, რომანტიკულიც და რაც თავარია გადაადგილების საუკეთესო საშუალება. ხეთის ვაგზალზე საპატიოსნურების შესახვედრად მოვიდნენ რესპუბლიკის ხელმძღვანელი პარტიული და საბჭოთა მუშაკები, საზოგადოებრივობის წარმომადგენლები. ვაგონიდან ჩამოდიან თავისუფლების კუნძულის ბელადი ფიდელ კასტრო რუსი და ნიკიტა სერგეიევიჩ ხრუშჩოვი. ცხეთის სადგური იყო ერთ-ერთი ყველაზე კოპწია და რაც თავარია სუფთა სადგური. მე მინახავს ძველი ფოტოები, სადაც უტარებენ დეზინფექციას აი ამ ბაქანს. ეს ბაქანი იყო მართლაც სანიმუშოდ მოვლილი, გაკრიალებული, გასუფთავებული, ნუ პირდაპირ რო იწვიან ენით ალოკავდი იმას იატაკს. აი ამ კარს მიღმა იყო მცხეთის სადგურის ცნობილი სასადილო. სადაც სხვა შორის იყიდებოდა აი ეს საკუთრივ მცხეთური თუ მცხეთის სადგურის ექსკლუზიური ხორცის პეროგი. აქედო ეს პეროგი გაშლილი იყო ზემოდან ფარა თეთრი მარლა. ერთიც არის რომ აი ამ სასადილოში არის გადაღებული დათა თუთაშხიას აი ცნობილი ეპიზოდი, როდესაც უცებ გაუჩინარდება დათა თუთაშხია, იარვეტის ცნობილი ფრაზა, რა უცნაურად წავიდაო. რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ქონდა ძველ სადგურებს. ხიბლიც და ის ატმოსფეროც კიდე აურა, რა ვიცი. ალბათ შეგიმჩნევიათ აი მატარებელი. რა წამიერაც რო ჩაუქროლებდა ამ სადგურს, არც კი ჩერდებოდა. ან და ვთქვათ რაღაცა ორი წუთით გაჩერდებოდა. ამ ხრივ ძალიან კარგად მახსოვს პირველი შთაბეჭდილება მწვანე კონცხის სადგურის ამ სიმწვანეში რომ შედიოდა მატარებელი და შემდეგ უჩინარდებოდა. ერთიც ამ ძველ სადგურებს ესეთ შემთხვევითი არქიტექტორები კი არ აშენებდნენ, უფრო ზუსტად აპროექტებდნენ, არამედ ცნობილი არქიტექტორები, კალგინები, სევეროვები, ყირგესალები, ტერმიხელოვები, რეჟავები, კრებსითაც ლაპარაკობდნენ ახლა დასაკვირველია პირობითად. ყოველ შემთხვევაში ამ შენობებმა შემოგვინახა თავისუფლი ნოსტალგია იმ საბჭოური სტალინური ამპირის თუ სტალინური ნეოკლასიციზმისა. ძალიან დასანანია რომ ეს ყველაფერი არ შემორჩენილა როგორც კულტურის ძეგლები, მაგრამ ესეთ ძეგლია თავისებური ის ხსოვნაც, ძეგლი არ არის მარტო ის ადგილი და ის შენობა და ის ნაგებობა, რომელშიც ოდესღაც იყო დასადგურებული აი საოცარი ატმოსფერო. ოზურგეთში რკინიგზის საჭიროება დიდი ხნის წინ იდგა 800-იანი წლების ბოლოს, 900-იანი დასაწყისში და ეს სადგური
ერთ-ერთი საუკეთესო შენობა მე მგონი საქართველოს რამდენიმე რკინიგზის სადგურს შორის არის არქიტექტორ შუსევის პროექტი. ეს შუსევი გახდა ცნობილი არქიტექტორი, თბილისში მისი აგებულია იმელის შენობას რო ეძახით ახლა სასტუმრო ბილტმორია, შესაძლოა ლეინის მავზოლეუმიც მისი პროექტითაა. შუსევმა დააპროექტა ეს შენობა, როგორც ამბობენ ზეთხედი ამ შენობის არის მატარებლის ლოკომოტივის ხედი შენობას წინ ქონდა კიბე ორივე მხრიდან ადიოდა კიბე და ასე შედიოდი ცენტრალურ დარბაზში მართლა საუკეთესო არქიტექტურაა მისი კოლონები ჩიგნით 80-იან წლებში მოხსნეს ეს კიბე რატომღაც და გაუკეთეს ეგრეთ წოდებული პარაპეტი ამან ცოტა იერსახე დაუკარგა მაგრამ მაინც მისი მშვენება მაინც ჩანს ოზურგეთის სადგური ალბათ მთელი მე-20 საუკუნის ისტორიის ყველა ეტაპზე უდიდესი რამ გადახდენია ამ სადგურს. ჯერ რომ დავიწყოთ 24 წლის აჯანყების პერიოდი იყო თუ ობოლაძის დამსჯელი ექსპედიციის ოზურგეთში, მერე უკვე მახარაძეის ჩასვლა, ყველაფერი ამ სადგურს ახსოვს. როცა ნოე ჟორდანიამ დაუძახა ექვთიმე თაყაიშვილიც და უთხრა რომ უნდა მოემზადებინათ განძეული გასატანად ექვთიმეს რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მარტო არ მიუღია და ელაპარაკა მაშინ არსებული ყველა მუზეუმის ხელმძღვანელს ივანე ჯავახიშვილს მათ შორის ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება ჩაალაგეს ეს ეროვნული განძი და დიდი წვალებით მიიტანეს თბილისის ცენტრალურ სადგურზე და იქედან დაჭირდა დღენახევარი რომ ქუთაისამდე ჩასულიყო. ქუთაისის სადგურიდან უნდა გადაეტანათ ბათუმში, საიდანაც მერე კრეისერით უნდა წასულიყო. გადაწყვეტილება იყო მიღებული რომ დილით ადრე მომხდარიყო ეს, სანამ მოსახლეობა გამოეფინებოდა ქუჩებში და მათ შორის სადგურზე. დაატვირთეს ეს ვაგონები და როცა გადათვალა აღმოჩნდა რომ 1/5 რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი განძით იყო დატვირთული ეს იყო მარტვილის საგანძური არ აღმოჩნდა 31 ყუთში და წარმოუდგენლად მიაჩნდა შეწყვიტა გადაწყვეტილება მიიღო რომ სანამ ამ ყუთს არ ნახავდნენ გასვლა წარმოუდგენელი იყო დაიწყო ამ ყუთის ძიება ამასობაში ხალხიც გამოეფინა ამ სადგურზე იყო წინააღმდეგობები იყო პირდაპირ მუქარა იმის რომ თქვენ მიგაქვთ საქართველოს ეროვნული საგანძური გტოვებთ მის გარეშე მომხრეც იყო საბედნიეროდ აღმოჩნდა ის ყუთი მერე და ძალიან დიდი წვალებით ქუთაისიდან ბათუმამდე 2 დღე მოუწია თითქმის 2 დღე რომ ჩასულიყვნენ ამ ეროვნული საგანძურით და როცა ბათუმში ჩავიდნენ ვაგზლიდან ძალიან მოშორებით დააყენეს ეს ვაგონები და საქართველოს ხელისუფლებას რომელიც მაშინ ბათუმში იმყოფებოდა უკვე და სპეციალურ სამსახურებს გაუგზავნა თხოვნა რომ მოსულიყო დაცვა სადგურზე და დაეცვათ ეს ეროვნული საგანძური არავინ არ მოსულა და მთელი 2 ღამე ექვთიმე თაყაიშვილმა და მისმა მეუღლემ ნინო პოლტარაცკაიამ გაათენეს ამ ვაგონში ეროვნულ განძთან ერთად ისე რომ მათ გვერდით არავინ არ იყო სანამ ამ განძს გადაიტანდნენ უკვე ბენჰოას ხომალდზე და აქედან დაიწყებოდა დიდი ოდისეა რომელიც გადახდა ჩვენს ეროვნულ განძეულობას ბაბუა იყო რკინიგზელი და მუშაობდა რიონის სადგურში და ეს სადგური მაშინ იმ პერიოდში როგორც ბაბუა მიყვება იყო ძალიან საინტერესო იმითი რომ რადიოფიცირებული იყო მატარები იცოდნენ იმ რიონის სადგურის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აი როდის ჩამოივლიდა დაუშვათ მატარებელი და აი ამ დროს მივიდოდნენ სეირნობდნენ იქ მთელი ამბები ხდებოდა გადანახულებები მუსიკა ისმოდა რაღაც ამბები გებულობდნენ ეს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა და ერთ საღამოს ბაბუას მისი უახლოესი მეგობარი ესტუმრა და მოხდა ისე რომ ბაბუას ეხლა ყველა იძახის კომუნისტები არ ვიყვარდა მაგრამ ბაბუას მართლა არ უყვარდა იმერეთის კეთილშობილი აზნაური იყო რაღაც ესეთი წარმოსადეგი კაცი განსწავლული განათლებული და მეზობელს უთხრა რომ კომუნისტებმა რო თქვანო რომ ონკანში წყლის მაგივრად რძე მოდისო უნდა დაიჯერო ხო აი რა არის ახლა ეს მისი უახლოესი მეგობარი და მეზობელი წავიდა და ჩეკა ქვიოდა თუ კგბ-ში დაასმინა და
ის ზამთარი იყო, ესე იმერული თოვლჭყაბი და მოადგეს უშიშროება და ბაბუა წაიყვანეს. ჩვენ რაღაცა იშვიათად ვახსენებთ, იმდენად შემზარავი ისტორია იყო, რომ ერთ საღამოს მოხვეტეს ეს იმერეთის თელი კეთილშობილი აზნაური, შეყარეს ვაგონებში, დაცხრილეს და სისხლი მოდიოდა და ასე გაჟლიტეს ეს შესანიშნავი საზოგადოება იმერეთის. ერთხელ სოციალური ყოფის და გაჭირვების გამო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები თელავში მიდიოდნენ თეთრეულის გასაყიდად, რომ სარჩო პურის ფული ეშოვათ და ქალბატონი სესილია თაყაიშვილი და მერი დავითაშვილი წავიდნენ თელავში. ვაგონში შეხვდეთ პროფესორი წერეთელი, რომელმაც კითხა ქალბატონებს თელავში რა საქმეზე მიდიხართო და უთხრა სპექტაკლი უნდა ვითამაშო. მე კი ლექცია მაქვს თელავის უნივერსიტეტში ჩასატარებელიო. ჩავიდა ქალბატონი სესილია, ქალბატონი მერი დახლზე გაშალეს თეთრეული და ხედავენ, რომ ორი დახლის იქით პროფესორ წერეთელს წიგნები აქვს გამოტანილი და ყიდის ისიც, რომ თავი გადაერჩინა. აი ესეთი ყოფა იყო იმ დროში, მაგრამ მე ამას ძალიან ისე იუმორით იხსენებდნენ მსახიობი ქალბატონები. გალაქტიონს განსაკუთრებით ხიბლავდა და არაერთი ლექსი აქვს რკინიგზაზე დაწერილი და სხვათა შორის ნიკო ნიკოლაძემ როცა გაიყვანა რკინიგზა და უკვე სამტრედია სარკინიგზო ისეთ მნიშვნელოვან ქალაქად გადააქცია, საინტერესო ისტორია აქვს, ელოდებოდნენ როგორ ჩავიდოდა ნიკო ნიკოლაძე სამტრედიაში რკინიგზის დასაგებად და ველოსიპედით, ჩოგბურთის ჩოგანით მივიდა ნიკო ნიკოლაძე და სამტრედიელებს გაუკვირდათ, ელოდებოდნენ ალბათ უფრო რაღაცა ისე ეტლით მიბრძანდებოდა და დღეს ყველა ველოსიპედით დადის სამტრედიაში და გალაქტიონს რო კითხეს თქვენ საიუბილეოდ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ არაფერი არ მინდა სამტრედიას საგალაქტიონო დაარქვით და ყველაზე მეტად ეს გამეხარდებაო. ნოდარ დუმბაძეს აქვს ერთი ძალიან კარგი სახალისო მოგონება პატარა სადგურზე. ხარაგაულის სადგურზე თურმე ძალიან ცოტა ხნით ჩერდებოდა მატარებელი და როგორც ხდება ხოლმე აი იქ რაღაც გლეხებს რო აქვს სადგურზე გამოტანილი რაღაც ჟავე, ხილი და რაღაც ამისთვის ჩასულა ერთი კაცი სადგურში მატარებლიდან და ამ დროს ვერ მოასწრო კიდო და დაიძრა მატარებელი თურმე და ატყდა ყვირილი, ვაიმე დარჩა ეს კაცი და ატყდა თურმე პანიკა და იქაურ ხარაგაულელ გლეხს უთქვავს რაია დარჩა რა ბიძია ჩვენ აქანა სუაქ არა ვართო მერე თვითონ ნოდარ დუმბაძე აგრძელებს რომ რა ისეთი დიდია ეს საქართველო რომ რომელიმე სადგურში დარჩენა ტრაგედიად გექცესო. არსებობს ლეგენდა მარელისის და ხარაგაულის სადგურთან დაკავშირებით, იცით როგორ არის, რომ ამ და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი, ამ ადგილზე, აი ამ ტერიტორიაზე გადიოდა აბრეშუმის გზა. და აი ეს სახელწოდებაც ხარაგაული ზუსტად აი ამ აბრეშუმის გზასთან არის დაკავშირებული და ეხლა რატომ? როდესაც ამ ტერიტორიას გადიოდა ქარავანი, მგზავრები და ეს სავაჭრო ქარავნები დინარე ჩხერიმელას ხეობის გაშლილი ადგილი იყო, ძალიან დიდი ტერიტორია იყო ეს ჩხერიმელას ხეობის ტერიტორია და აი ეს ქარავნები და მგზავრები ისვენებდნენ აი ამ ადგილას. ნუ ხორაკს აგროვებდნენ და თავისთავად ხორაკს აგროვებდნენ და აქედან არსებობს ესეთი ლეგენდა, რომ ხორაგოული წამოვიდა აქედან. ნუ ლეგენდა და ეს მოგონება ასეთი სახით შემორჩა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი ვახუშტი ბატონიშვილსაც აქვს მოხსენიებული თავისი სამეფო საქართველოსაში, მაგრამ აი ეხა ეს შედარებით გვიანი ეს არის აი ამ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული მოგონება და ლეგენდა ხარაგაულის, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილს ნახსენები აქვს ხარაგეულის ციხე აი ამ იმაში, რომელიც ეკუთვნოდა აბაშიძეებს. ნუ ახლა საიდან მოდის ეს სახელი, იქიდან თუ ეს უფრო შედარებით ძველია, არავინ არ იცის, იმიტომ რომ ეს ხარაგეულის ციხე დღესდღეობით აღარ არსებობს.
და ეს ისტორია სხვათა შორის თუ გახსოვთ მე რეზო გაბრიაძეს მისი ჩხერიმელას ისტორია გამოყენებული შერეკილებში და კერძოდ აი რაში მდგომარეობს რომ ეს მე-19 საუკუნის ბოლოს ეს ჩხერიმელა პატარა ისე ადიდებულა რომ წაულეკია ირგვლივ ყველაფერი რკინიგზის ხაზები აყარა ხიდი ჩაინგრა აი ამ მოვლენასთან დაკავშირების გაზეთი ვერიას მაგალითად ცნობილი ფოტოგრაფი ედუარდ კლარი დაუქირავებია რომელმაც აი ამის ამსახველი ფოტოები ადგილზე ჩავიდა გადაიღო და ეს კლარის ალბომი დღეს ეროვნულ მუზეუმშია დაცული მარგარიტა აპოლაძეს ჩხირიმელა ადიდა გავართ ფრთხილად იყავი მარჯვენა თვალი მითამაშებს შენი ტრიფონი ძალიან კარგია თუ მარჯვენა უთამაშებს ეს სიკეთის ნიშანია თუ გახსოვთ როგორი გარდარეული სიყვარული სჭირდა რეზო გაბრიაძეს მატარებლების რელსების და ვაგონების მიმართ ყველა მის შედევრში ყველგან არის ან სადგური ან მატარებელი ან რაღაცა ისტორია მათთან დაკავშირებული მისი პერსონაჟი ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა მისი სპექტაკლიდან რომელიც არის ჩიტის ისტორია და ამ ჩიტის მეგობარი ბებია დომნა სამსახური მისი იყო ვაგონების დამქლორიანებელი რომელიც მე გავახმოვანე და როცა ვახმოვანებდით იქ იყო სულ ტექსტი რომ ეს დომნა ქუთაისი აჯამეთის ტერიტორიაზე მავალ მატარებლების სისუფთავეზე ზრუნავდა და ვაგონებს აკლორიანებდა და სახელურებს უპრიალებდა და ასე შემდეგ. გაბრიაძეს სადგურებში მარტო ადამიანები არ არიან პერსონაჟები გაბრიაძის სადგურებზე ცხოვრობენ იქ მაგალითად გარდამავალი დროშა საკმაოდ საეჭვო ყოფაქცევის იმიტომ რომ გარდამავალია იქ არის ჩიტი რომელიც იქვე ელექტრობოძზე რუპორი საიდანაც აცხადებენ ამ მატარებლების განრიგს და იმ რუპორზე ცხოვრობს და მაგარი ჭორიკანა იქ არის კიდე ქათამი და ღორი რომლებიც ესეთი შპალებზე დაყრილ ნაგავს ქექავენ და იქ კიდე ან გაზეთებიდან რაღაც კითხულობენ და იქედან იგებენ ინფორმაციას ეს მატარებლები თვითონ როგორც პერსონაჟების სულიერები არიან ამ მატარებლებსა და ამ ვედროებსა და დროშებს შორის არის სერიოზული ურთიერთობა ბევრად უფრო საინტერესო და დატვირთული და ვნებათ აღელვით სავსე ვიდრე ჩვენში ადამიანებში არსებობს ეს თვითონ სადგურში ყუდროება არ იყო რა ისმოდა ხმა იმისი დიქტორის ქალის ხმა რომელსაც სპეციფიური ის ქონდა რა ქვია არტიკულაცია აი შეუძლებელი იყო რომ ამ ქალის მიერ გამოცხადებული განცხადება მსგავსებოდა რომელიმე სხვა ადგილას სადგურის გარეთ მაგალითად რომელიმე დიდ უზარმაზარ მაღაზიაში მაშინ მაღაზიები ერქვა და უნივერმაღები ერქვა მარკეტებს იქაც აცხადებდნენ ხოლმე რაღაცებს სარეკლამო რგოლები არ იყო, მაგრამ აცხადებდნენ რაღაცას რა, ამა და ამ სართულზე ესა და ის იყიდება. აქაც აცხადებდნენ რომ ესა და ეს მატარებელი ამა და ამ ლიანდაგიდან გადის და ძალიან სასაცილო ხმით ხმით და დიქციით აცხადებდა ამას. მარკო, გამარჯვებული. Ой, ჩიმიცოდიცოზე. ой. გადაგემართა მარკოზა. ზედათ არ მევიწექი ბიჭო, რამდენჯერ წამეძინა, იმდენჯერ გადმოვარდი. მერე გაგეცვალა ვინმესთვის ადგილი შეგასო. ჯო ვისთვის გამეცვალა არავინ არ იყო მატარებელში და. მერე გაცილება. აი გაცილება იყო ძალიან სერიოზული რიტუალი.
მე მახსოვს რომ ბაბუაჩემს ჰქონდა ჩვევა რომ სადმე რომ მიემგზავრებოდა ან მივემგზავრებოდით სადგურზე უნდა მისულიყო დაახლოებით საათნახევრით ადრე რაზეც ყველანი ვიცინოდით პატარებიდან დაწყებული ნუ მშობლები და რაღაცა მაგრამ ნუ ვერ გადავაჩვიეთ ესე იგი ამას იმიტომ რომ რა ვიცი რატო ეგონა რომ გაასწრებდა მატარებელი ვერ მივიდოდა იქამდე საცობი მაშინ არ იყო ქალაქში და არაფერი მაგრამ მე მგონი რომ უყვარდა სადგურში ყოფნა აფხაზეთში იყო ულამაზესი სადგურები იყო ოჩამჩირის სადგურის ბაქანი რომ ნახოთ აი გაგიჟდებით ისეთი სილამაზეა გაგრა თავისი მოსაცდელი დარბაზით აი თუ არქიტექტურა თუ შიგნით მოხატულობები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია ეს დარბაზი მოსაცდელ დარბაზში მოხატულობა ასევე ყელასური თუ გარედან თუ შიგნით გარედან არქიტექტურა შიგნით ეს მოხატულობები ულამაზესი აი განსაკუთრებული რაღაც განსხვავებული რკინიგზის სადგური ქონდა ახალი ათონს იცით როგორ იყო აი შენობასაც ვერ დაარქვევდი უფრო ნაგებობა იყო აი პავილიონის სტილში ესეთი მომრგვალებული ნუ მოსაცდელი ბაქანი სადაც ლიანდაგები გადიოდა და აქეთ ამ მხარეს აი ეს რაღაც თაღებზე შემდგარი მდინარე ბზიფის ხეობას გადახურებდა ბაკურიანის სადგური პატარა კუსკუსა ულამაზესი ასევე რომელიც კუკუშკას ღებულობდა ასეთივე იყო ცემის რკინიგზის სადგური ცემში რომ გუგულს დასძახებს მას აძლევს ბაკურიანი ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რომ მოზარდ-მაყურებელთა თეატრი თავიდან 1927 წელს შეიქმნა რკინიგზელთა შვილებისთვის როგორც წრე ჯერ იყო ასე მათ ჩაიფიქრეს რომ საქართველოში შეექმნათ პირველი საბავშვო რკინიგზა და მეც გეტყვით რომ ის არა მარტო საქართველოში სოფლიოში პირველი შეიძლება ყოფილიყო იმიტომ რომ მსგავსი რამ არ არსებობდა და ამაზე დაიწყეს მუშაობა ძალიან აქტიურად ამაში იყო ჩართული უკვე შემდგომში ლეგენდარული ქართველი რეჟისორი და მე სპეციალურად ვამბობ სიტყვას ქართველს, იმიტომ რომ გიორგი ტოსტონოგოვი ნამდვილად იყო ერთი ჩვეულებრივი უნიჭიერესი თბილისელი კაცი, რომელმაც ძალიან დიდი ნაწილი თავის ცხოვრების მიუძღვნა სწორედ საქართველოს და ქართული თეატრის მთელი შემდგომი თაობების პედაგოგიც იყო თეატრალურ ინსტიტუტში და მან მოღვაწეობა სწორედ რუსულ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დაიწყო, როგორც რკინიგზელი შვილმა, მისი მამა ალექსანდრე ტოვსტონოგოვი იყო სწორედ აი ამ პირველი საბავშვო რკინიგზის დამპროექტებელი ინჟინერი. ამ რკინიგზას იქეთ ვისაც ახსოვს ჩემ თაობას და აქვს 4 გაჩერება: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ანუ წელიწადის დროები. ეს გაჩერებები რა თქმა უნდა სიმბოლურია, თუმცა მოზარდ-მაყურებელთა თეატრის როლი მარტო ამის დაპროექტებაში კი არ იყო. ყველა სადგურთან პატარა 5-წუთიანი პერფორმანსები თამაშდებოდა ბავშვებისთვის. აქედან გამომდინარე ეს სახალისო მოგზაურობა, რომელიც დაახლოებით 9 საათს გრძელდებოდა, იყო დატვირთული 4 სხვადასხვა წარმოდგენით. ჩემთან სახლში ინახება დიდი კოტე მარჯანიშვილის წერილი, რომელიც წერს კალენიკე ჩხეიძეს. კალენიკე ჩხეიძე იყო ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის კარლო ჩხეიძის ძმა და კალენიკეს ვაჟი შალვა ჩხეიძე იყო მარჯანიშვილის თეატრის, მაშინ ქუთაის ბათუმის თეატრი ერქვა, მარჯანიშვილის თეატრის პირველი გარდაცვლილი მსახიობი. წერს კალენიკეს რომ მოგვეცით უფლება რომ შალვა დავასვენოთ ქუთაისის თეატრში ერთი დღე, შემდეგ ჩამოვიყვანთ ზესტაფონში და ზესტაფონის სადგურში ზესტაფონელები მას გამოეთხოვებიან და შემდეგ ცხენების ესკორტით ამოვიყვანთ ფუთში. სულ მახსენდება ეს ისტორია, რომ რკინიგზის სადგური იქცა
ქართული თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის პირველი გარდაცვლილი მსახიობის პანაშვიდის სივრცეთ. ამ სადგურთან დაკავშირებით არის კიდე ესეთი ისტორია, როდესაც უშანგი ჩხეიძის ხსოვნისადმი მიწვნილი დიდი ღონისძიებების ციკლი იმართებოდა და გადაწყვეტეს, რომ მიეწვიათ მისი უპირველესი პარტნიორი ვერიკო ანჯაფარიძე და ვერიკო გახდა ცუდად. და ყველა სადგურში ზესტაფონამდე იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აცილებდა შემდეგ სადგურამდე, შემდეგ ბრიგადას აბარებდა დიდ მსახიობს, რომელიც იმდენად ცუდად იყო, რომ იდგა საკითხი, რომ საერთოდ ვერ ეთამაშა სპექტაკლი. აი ზესტაფონის რკინიგზის სადგურში პრაქტიკულად მთელი ზესტაფონი დახვდა ვერიკო ანჯაფარიძეს. და აი რომ გამოვიდაო, აი თამარა სხირტლაძეს აქ მოყოლილი, რომელიც თამაშობდა შთამომავლობაში, რომ გამოვიდაო, ესე ხელით მოყვავდა და ესე გაგვაშვებინაო ხელი. დაიმაგრა ხელები ბაქანზე, გამოსასვლელ ბაქანთან და ასე გადახედა ამ ხალხს და იქ უკვე გასაგები იყო, რომ სულაც რომ მომკვდარიყო იმ სპექტაკლზე ვერიკო, ის სცენაზე გავიდოდა და მართლაც ასე იყო, მან ითამაშა, არა მარტო ითამაშა, ბანკეტზეც კი წავიდაო და მოხევური იცეკვაო მაგიდაზეო, აი ესე გვიყვებოდა ქალბატონი თამარი და ბატონი გივი ბერიკაშვილი, რომლებიც თამაშობდნენ აი ამ სპექტაკლში შთამომავლობაში. თბილისის რკინიგზის სადგური ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ სარკინიგზო სატრანსპორტო კვანძად ითვლება. სასტუმრო, დედათა და ბავშვთა ოთახი, საექიმო პუნქტი, გზავრი პატარა იური პროფილაქტიკურ შემოწმებაზეა. აქ ყველაფერი მოწმობს მომსახურების მაღალ კულტურას. ქართულმა კინომ სადგური უბრალოდ კი არ შეიყვარა, თავისი ეს არაჩვეულებრივი სადგურები საქართველოს ყველა კუთხეში, პატარა, ლამაზი, გასაოცარი ინტიმურობით სავსე. სადგურები, რომლებიც მსახიობებს ძალიან უყვარდათ, იმიტომ რომ სხვათა შორის ბევრი ჩვენი ქართველი მსახიობის მოგონებაშია, რომ გადაღებისას სურდათ სადგურზე დარჩენა, თუნდაც იმიტომ, რომ იმ არაჩვეულებრივ პატარა სივრცეს, სარკეებიან ოთახებს, დახურულ ჭერს და ასე ბევრ რამეს უყურებდნენ იქ და ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს იქ. ქრისტინეც პირველი ქართული მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედების, რომლის ერთი ეპიზოდიც გადაღებულია სადგურზე, აი ამ მუდმივი მოძრაობის და მოგზაურობის ერთგვარ სიმბოლიკად აღიქმება თითქოს პატარა ჩანართად, რომელიც იწყება და არასდროს არ მთავრდება, იმიტომ რომ ეს გზა, სარკინიგზო გზა, არასდროს არ მთავრდება, მოგეხსენებათ, სადგური და სადგურებში გადაღებული საქართველოს სინამდვილე და აი ამ გზასთან მუდმივი ურთიერთობა ქართული კინოსი ყოველთვის ირონია და იუმორნარევია და ნაზავია რაღაც ასეთი განცდით. მაგალითად, რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც 50-იანი წლების, 60-იანი წლების დასაწყისის ფილმებშია გადაღებული, მომენტალურად გვახსენდება აი ამ ჭრიჭინასთან დაკავშირებით თავისი დაბნეული სახით, აი ამ სადგურის სივრცეში და მასზე მოჩერებული ადამიანები აუცილებლად. მეორე ხიბლი სადგურს და სადგურის ისტორიას ქართული კინოს ისტორიაში კიდევ გახლავთ ის, რომ ის შეიძლება იყოს კეთილიც, ძალზე კეთილიც, მყუდროც და შეიძლება იყოს სოციალური ფსკერის მანიშნებელიც. ანუ თემატურად გულისხმობ, მაგალითად, როგორც თემურ ბაბლუანმა მოიაზრა თავის არაჩვეულებრივ ბეღურების გადაფრენაში. ჩვენ ქართულ კინოს ახასიათებს ეს რადიკალური ხასიათების ცვალებადობა და სადგურს ქართულ სინამდვილეში და ეკრანზე შეუძლია აი ასეთი მრავალი სათქმელი შეითავსოს და ამიტომ ქართულ კინოში ისტორიაში და დღესაც ძალიან ხშირად ჩნდება სადგური, რომელსაც ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს. მოიცა. აქ იყო ვარ? კარგი, რანა. ჩავდი, წავიდა ბატონები. ნიკა. წავდი, ვარ. აბა კარგად იყავ. კარგად ვურა. კეთილი გზავრობა. სიყვარულის ადგილიც არის სადგური. ეს არის ადგილი, რომანტიკული სიყვარულის ადგილი, რომ სადაც შეყვარებულებს აცლებენ, შეყვარებულებს ელოდებიან.
გოგო ბიჭს ელოდება, ბიჭი გოგოს ელოდება, კაცი ქალს ელოდება, ვიღაცა იპარება სადღაც მალულად. ვიღაცა მალულად ჩამოდის. და მე რაღაცა იქ შეხვედრა ეხ თვალწინ მიდგას აი ასეთი ძველებური სადგურის ბაქანზე შეხვედრა კაცის და ქალის ხო რაღაცა მაინც სხვა საბურველშია ჩემთვის გახვეული რა სულ ჩვეულებრივი ამბავი რო იყოს მე მაინც მგონია რომ ეს რაღაცა აქ რა დიდი სიყვარული არის ამ შეხვედრის მიღმა რა